დღეს პირველად მოვამზადებ აჭარულ ხაჭაპურს. ჩვენ ვიმყოფებით სტუმრად სახლი ხეზე და მოდით დავიწყოთ. თან თქვენ თუ არ იცით აჭარულის მომზადება, ჩემთან ერთად ისწავლით. გვასწავლეთ ახლა. გავშალოთ, ხო? გაშალე. რა ფუნფულა ცომია. ის ფორმას ჯერ არ ვაკეთებ? არა. ანუ ჯერ ყველს ვადე. ხო, ჯერ ყველგან. ვა, თან გვერდებში. კი, რომ ყველგან იყოს. აბა ქალაქში რატო მარტო შუაში აკეთებენ ყველს? შუაშიც უნდა. გვერდებზე არ აკეთებენ. ეკონომია ყო. აი, ნამდვილი აჭარული ხაჭაპური როგორ კეთდება. ეხლა უნდა შევფუთოთ ყველი ცომში. აუ, ეხლა წარმომიდგენია რა გემრიელი იქნება გვერდებში ყველი ცალკე. ეხლა უკვე ყველი დავყაროთ შუაში. ბევრი მწერს კომენტარებში, რომ აჭარულს არ ჭამენ იმის გამო, რომ ეხლა კვერცხი არის მაინც უმი. კვერცხი რო დავამატებთ, მერე შეიძლება კიდე ისევ ღუმელში დაბრუნება, რომ აუცილებლად საჭიროა. ანუ თერმულად იქნება დამუშავებული მაინც. ვის აქვს გასინჯული ამხელა აჭარული ხაჭაპური, თან ცალკე გვერდებშიც კი ყველი არის. ოხ, რა გაიქნება. ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია, აბა გამოვაცხოთ ახლა. 10 წუთი ვაცხობთ. 10 წუთში ახლა თითქმის იქნება მზად. აფარებთ, რომ სიმხურვალე არ გამოვიდეს. და ღუმელს ვკეტავთ ბოლომდე, რომ არანაირი სითბო არსად არ წავიდეს და შეინარჩუნოს შიგნით. კარგით დავამატეთ. იქრე, ოჰოჰოჰო. 3 წუთს ვაჩერებთ ახლა. მეორე ეტაპი გამოცხობის 3 წუთიანი. ცეკვაში ხო გამოგიწვიეთ. ახლა აჭარულ ხაჭაპურის გამოცხობაში შემიჯიბრეთ. Całe ciemej chede, szenskie malbi sali, twali, raz chagul, shigi, mi tu widzę,